იცის ჩვენი კაშკაშა ზესტაფონი რა მაგარია რა ძალიან ლამაზია ეს ყოველი ვერაკეთ ფოიერვერკი მიხარია ის ფაქტი რომ ძალიან ლამაზია დღეს ზესტაფონი მადლობა მინდა გადაუხადოთ თითოეულ მონაწილეს რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ჩვენი ქალაქის გალამაზებაში ასე მადლობა იმ ჩვენ მოქალაქეებს რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად ზეიმობენ ნაძვისხის ანთებას 2026 წელი მინდა მიულოცო ყველას უსურვოთ ჯანმრთელობა დღეგრძელობა და ულევი ბედნიერება თოვლიბაბამ საჩუქრები დაგვირიგა ყველას გილოცავთ ახალ წელს დღევანდელი დღე არის ძალიან სახალისო ბავშვებისთვის და ძალიან უხარიათ ბავშვებს, რადგან არის თოვლის ბაბუა და დაგვირიგეს საჩუქრები. ძალიან მოვეწონა კონცერტი და გილოცავთ ყველა ახალ წელს მრავალ ზაესარით. მაგამაგონეთ რამდენი ხართ მოგაბარდელოს ჩემთვის ძალიან ემოციურია, განსაკუთრებით ემოციურია ამ დღეს აქ ყოფნა ჩემს მშობლიურ ზესტაფონში მოვეფერები დღეს ყველა ადამიანს, ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, ადამიანებს, რომლებიც მრავლად არიან ზესტაფონში და მიულოცავთ შობა ახალ წელს და ამდენს, რა თქმა უნდა, მე ძალიან მიხარია, რომ ესეთი ლამაზია აქ ყველაფერი. ჯადოსნურ საღამოს პირდებით თითოეულ ადამიანს, იმიტომ რომ გვაქვს არაჩვეულებრივი მუსიკალური პროგრამა და მეც ჩემი მხრივ თავს არ დავზოგავ, მოკლედ ყველაფერს გავაკეთებ, რომ აი ამ ადამიანებს გავუზიარო ის სიყვარული, რომლის გაზიარებაც ყოველთვის მინდა და ვცდილობ ხოლმე და რაღაცნაირად აი პირველად მოხდა სხვათა შორის რომ ყველა რეგიონში და ყველა ქალაქში წამიყვანია ღონისძიება. სულ მიკვირდა ხოლმე რომ ერთადერთი ადგილი, ერთადერთი ქალაქი არის ზესტაფონი, სადაც არაფერი არასდროს არ წამიყვანია და აი ეხლა დღე ძალიან სიმბოლური დღეა ჩემთვისაც, ამიტომაც არის განსაკუთრებულად ემოციური, რომ რაღაცნაირად პირველად აი სცენიდან შევხვდები ჩემს ზესტაფონელებს და მაქსიმალურ სიხარულს, ბედნიერებას გავაზიარებთ ერთმანეთთან. 2 წელია რაც ამ საქმეს მივждებთ. ეს არის საახალწლო სათამაშოები, რომლებსაც შეგიძლიათ გაილამაზოთ ახალი წლები, ასევე თქვენი ნაძვისხეს და საკმაოდ ორიგინალური ნამუშევრები არის, ასევე ხელით გაკეთებული და გირჩევთ რომ მომბრძანდეთ და იყიდოთ. 2 წელია უკვე ამ საქმიანობით ვარ დაკავებული და ძალიან კარგი სათამაშოებია, ასევე ხარისხიანიც და მუდმივად იქნება თქვენს ნაძვისხეზე. ყოველწლიურად გაალამაზებს. გილოცავთ 2026 წელს და ბედნიერი წელი ყოფილიყო, რავი სიახლეებით სავსე ყოფილიყო ყველასთვის. არ მოსული გამოფენაზე ძალიან ბევრჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეხლა ვარ საახალწლო განწყობით. მაქვს საახალწლო სიმბოლოები, ბარაქის ცოცხები, საახალწლო სათამაშოები გაკეთებული, ასევე ვაკეთებ ჩანთებს, ესევე ვაკეთებ საპატარძლო აქსესუარებს, ვაფორმებ კაბებს, ქარგავ ბისერებით და ლოცავთ ახალ წელს მრავალს დაესწარით. მოგილოცავთ ამდენ 2026 წლის შემობრძანებას, ვისურვებდი მეტ სიხარულს, ბედნიერებას, პოზიტივს და ერწყინოს ჩემს საქართველოს. განსაკუთრებით მიულოცავ ჩემს ზესტაფონს და ზესტაფონლებს, რომლებიც დღეს ბედნიერები არიან, ხალისობენ და მე წარმოდგენილი ვარ ჩემი პროდუქციით, ჩემი ჩირეული, ჭურჭხელები და უერთდები ამ დიდ სიხარულს. აი ეს საზეიმო განწყობა მე ვისურვებდი რომ ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს იყოს ჩვენს ლამაზ ქალაქში, ზესტაფონში, თითოეული თქვენგანის ოჯახში, სულში და გულში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ წელს მოეტანოს ყველა თქვენგანისთვის სიხარული, ბედნიერება და ჯანმრთელობა. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ იმერეთში არსებული ნაგავსაყრელები დაათვალიერა. კომპანიის დირექტორი ობიექტების ოპერირების პროცესს გაეცნო და ადგილობრივი თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო ნაგავსაყრელების დღევანდელი მდგომარეობის, მათ შორის არსებული გამოწვევების შესახებ. იმერეთის მხარეში ამჟამად 5 მოქმედი და 4 დახურული ნაგავსაყრელია. ქუთაისში, სამტრედიაში, საჩხერეში, ტყიბულსა და თერჯოლაში არსებული ობიექტები მოქმედია, ხოლო ზესტაფონში, ჭიათურაში, ხონსა და ხარაგაულში დახურული. მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ობიექტებზე საჭიროების დროს რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს. მიუხედავად ამისა, უმეტესი მათგანის სამუშაო რესურსი ამოწურვის ზღვარზეა.
ამიტომ კომპანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად აქტიურად მუშაობს ძველი ნაგავსაყრელების ახალი თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტით ჩანაცვლების საკითხზე. დავასრულეთ სამუშაო ვიზიტი იმერეთის რეგიონში, მოვინახულეთ რეგიონში არსებული ყველა ობიექტი, შევხვდით სახელმწიფო რწმუნებულისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს, შესაბამისად შევთანხმდით სამამავლო გეგმებზე. დღეს ჰქონდა სამუშაო შეხვედრა საქართველოს წყარი ნარჩენების მართვის კომპანიის სახელმძღვანელთან, ადგილზე გავეცანით მუშაობის სპეციფიკას და ასევე ერთად დავსახეთ სამამავლო გეგმები. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას შენახვის, რეალიზაციისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული პირი დააკავეს. დანაშაული 20 წლამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად ინტენსიურ რეჟიმში კომპლექსურად ახორციელებენ ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანისა და გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. აღნიშნული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში სამართალდამცავების მიერ ბოლო პერიოდში ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება, რომლის ქვეყანაში შემოტანასაც ნარკოდანაშაულში ჩართული პირების სხვადასხვა მეთოდით მალულად ცდილობდნენ. კლინიკა ჯერერსის პარტნიორი არის ზესტაფონის სავაჭრო ცენტრი, შესაბამისად ჩვენი სოციალური პასუხისგებლობის ფარგლებში და ასევე პარტნიორის სოციალური პასუხისგებლობის ფარგლებში გადავწყვიტეთ, რომ დაგვიწყოთ თანამშრომლობა იმისთვის, რომ აქ დასაქმებული მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები, რა თქმა უნდა, პარტნიორობ თანამშრომლობ ჩვენ ყავს ოჯახის ექიმი, ქალბატონი მარიკა, რომელიც ამაზე ისაუბრებს და ეს ერთობლივი თანამშრომლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოსახლეობისთვის მივაწოდოთ სერვისი არა მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების დროს, არამედ პირიქით ვიმუშაოთ მათ განათლებაზე, საჭიროებების დროულ იდენტიფიცირებაზე, რომელიც მათ და ჩვენს დაგვეხმარება უფრო მეტი დადებითი შედეგების და გამოსავლების მიღებაში. ეს არის ჩვენი ვალდებულება, არა მხოლოდ ასე ვთქვათ, სამედიცინო თვალსაზრისით, არამედ ასევე მოსახლეობასთან უფრო მეტი აქტიურობით საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით ჩართული. სამიზნე ჯგუფი ეს არის ჩვენთან სავაჭრო ცენტრში დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები. და ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ ეს გავაფართოვოთ, რა თქმა უნდა, და მოსახლეობის მთლიანად რეგიონის მოსახლეობისთვის უფრო მეტად ცნობადით და უფრო ხელმისაწვდომით გავხადოთ ჯანდაცვის სერვისები ჯერარსის სახით. და ეს არის მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური, ასევე სამკურნალო სერვისები, რომლებიც აძლევს საშუალებას, რომ დროულად იყოს მათი დაავადებები იდენტიფიცირებული და რა თქმა უნდა მართული. კლინიკა ჯერარსი არის მულტიპროფილური კლინიკა, სადაც ხდება პაციენტების მართვა როგორც ონკოლოგიური პროფილით, ასევე არაონკოლოგიური პროფილით. ჩვენი მხარდაჭერა მოსახლეობისთვის იქნება ის, რომ შეთავაზებული იქნეს განსაკუთრებული მასშტაბური ოპერაციები, რომელიც პირობითად ზოგად ქირურგიაში, უროლოგიაში, გინეკოლოგიაში, სირიალიზებული მეთოდით, რომელიც დიდ უპირატესობას წარმოადგენს დღევანდელ მედიცინაში, რაც გულისხმობს პაციენტის ნაადრევ და სწრაფ რეაბილიტაციას და პოსტოპერაციული პერიოდის ბევრად გამარტოებულ მართვას, ვიდრე ეს ტრადიციული მეთოდით შეიძლება იქნეს წარმოებული ოპერაციული ჩარევა. ასევე ვთავაზობთ ნეიროქირურგიული მიმართულებით მნიშვნელოვან სერვისს, რასაც ქვია თავის ტვინის სიზარღვების ენდოვასკულარული კვლევა და ამ პათოლოგიების აღმოჩენის დროს ასევე დახურული მეთოდით ოპერაციული ჩარევა, რაც არ გულისხმობს ტრეპანაციას, ანუ ძვლის მოხსნას თავის გარაზე და ხდება სიზარღვოვანი მიდგომით აღნიშნული პათოლოგიების კოლექცია. ასევე კარდიოქირურგიული მიმართულებით, ტრავმატოლოგიური მიმართულებით, თანამედროვე მიდგომები, ჩანაცვლებები პროტეზებით
რაც არამედროვე მედიცინის შემადგენელი ნაწილია. მაქვს პატივი რომ ვიყო წარმომადგენელი, ჯერ არსი წარმომადგენელი ჩემს რაიონში. ჩემი მიზანია ჩვენი მოსახლეობის ცნობადობის ამაღლება. გვაქვს ლოიალობის ბარათი, რაც ფინანსური შეღავათების ფარგლებში ხდება და იმედია მოსახლეობა გაეცნობა მას, მიიღებს მას. ჯერ არსის მომსახურების ცენტრი მდებარეობს ქალაქ ზესტაფონში, ახალი ბაზრის ტერიტორიაზე, მეორე სართულზე.